სახელითა მამისა და დაცისა და დაწმინდისა სულისა და ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს თქვენმა მრავალს დაგასწრებთ ყველა. დღევანდელ დღეს ნანო და ძმანო ჩვენ აღნიშნავთ უძღები შვილის კვირიაკეს. უძღები შვილის კვირიაკე ჩვენ კარგად მოგვეხსენება რომ მიგმართვისთვის სამზადეშია ყოველთვის. ესეთი დასახელება კვირიებისა როცა იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირა, შემდგომში უძღები შვილის კვირა, შემდეგი კვირა გვექნება ხორციელის კვირა, საშილელი სამჟავოს ხსენება გვექნება და დაიწყება დიდი მართვა. როგორც რაღაც თითქოს საფეხურებზე ადიოდეს ადამიანი გილის საფეხურებზე, სწორედ ესე საფეხურეობრივად ხდება ადამიანის სულიერი ამაღლება მისვლა იქამდე, რომ გააცნობიეროს თუ რას ნიშნავს მართვა. მაგრამ მართვის შესახებ ჩვენ ალბათ მოგვეცემა საუბრის საშუალება დღეს მინდა სწორედ ამ იგავი შესახებ ვესაუბროთ, რომელსაც უძღები შვილის იგავი კვირა, რომელიც მაცხოვარმა მოყვა და მხოლოდ ერთადერთ სახარებაში, ლუკას სახარებაში გახლავთ გადმოცემული. შინაარსი ამისა მე ვფიქრობ, რომ თქვენ ყველამ გაგაკიცით ამ იგავის შინაარსი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ თავიდან მომდე მის მოყოლას არ დავიწყებ, მხოლოდ ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ, რომ ეს იგავი შეიძლება საერთოდ ორ ნაწილად გახოს ადამიანმა და ერთი ნაწილი როგორც ცალკე აღებული იგავი განიხილოს და მეორე ნაწილი კიდევ როგორც მეორე ცალკე მომხდარი ამბავი, იმიტომ რომ ერთია უმცროსი შვილის ისტორია და ერთია უფროსი შვილის ისტორია. ესენი ერთი ოჯახის შვილები არიან, ერთმანეთის ძმები არიან, სხვა ხალხი არ არის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერთი მამა ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ოჯახის წევრები არიან, აბსოლუტურად სხვაობენ ერთმანეთისგან ხასიათით, მოთხოვნილებებით და გამოვლენით, მე ამ ხასიათის გამოვლენით ამა თუ იმ სახით როგორ ავლენენ ისინი აი ამ ხასიათს. მოკლედ, პირველ რიგში ალბათ უნდა უმცროსით დავიწყოთ, იმიტომ რომ მოქმედება ამ იგავში სწორედ უმცროსით იწყება. სახელები არ არის დასახელებული, მაგრამ ესე ქვია, უმცროსი ძე და უფროსი ძე. მამას, რომელსაც ჰყავს შვილები, ეს არ იყო გასაკვირი, რომ მათ წილი ეკუთვნოდათ ოჯახიდან, უფროს ძეს ეკუთვნოდა 2/3 ოჯახის სიმდიდრისა, რაც მამას უნდა დაეტოვებია შვილებისთვის. და უმცროს ძეს ეკუთვნოდა 1/3. ეს ჯულისმიერ იყო დადგენილი, მაგრამ ეს ეკუთვნოდათ იცით როდის? როდესაც მამა გარდაიცვლებოდა. ამის მიხედვით იყოფოდა ოჯახი. და გაყოფა მოხდებოდა ორ ძმას შორის, 2/3 უფროსი აიღებდა, 1/3 უმცროსი აიღებდა, როგორც უკვე მოგახსენეთ. მაგრამ უმცროსი მიდის თავის მამასთან და ეუბნება, რომ მე წილი, რომელიც მე მეკუთვნის, იქნებ მომცე დღესვე, იმიტომ რომ ჭირდება. მამაც ეუბნება, რომ კი ბატონო და აიღებს და მისცემს თავის წილს. მაგრამ თვითონ ეს მოქმედება დასაწყისში მცდარია. და რატომ არის ესეთი მცდარი? იმიტომ რომ ამ შვილმა ზუსტად იცის, როდის ეკუთვნის მას ეს, რომ ეკუთვნის გასაგებია, მაგრამ როდის ეკუთვნის იცით? მამის გარდაცვალების შემდეგ. და ის მიდის მამის სიცოცხლეში და სიცოცხლეში თხოვს მას. ეს იმას ნიშნავს, რომ მამა მისთვის უკვე მკვდარია. რაღაცი ჭირდება მას ესეთი მამა. მამა უკვე ჩათვალეთ, რომ მოკვდა, მერე რა რომ ეს კაცი სულ თავს და ცოცხალი. მისთვის, ამ პიროვნებისთვის მამა უკვე მკვდარია, იმიტომ რომ მან უკვე თავისი წილი მოითხოვა. ცოტა ხანი კიდევ გაჩერდა, იმიტომ რომ აი ჩვენთან გამოთქმა რომ არსებობს ასეთი ხლა შევჭამე და გავბივალო მზრდელობა არისო და ესე ვერ გავაკეთებო, ხო გაგიგიათ? დაახლოებით ამ მდგომარეობაშია ცოტა ხანი კიდე გაჩერდა, იმიტომ რომ წილი კი მისცა მამამ, მაგრამ ეხლა უცბად რომ გაიქცეს ძალიან მზრდელობა შეიძლება გამოვიდეს და ამიტომ ცოტა ხანი კიდევ გადაავლო თვალი ეს ფული თქვა თუ მატერიალური საშუალებები, რაც მამისგან მიიღო, რაში ეყოფოდა, რაზე გაწვდებოდა, სად უნდა წასულიყო, ალბათ ეს ყველაფერი გაალაგა და მიდის მამის სახლიდან. და რაც თავარია, მამა ამას არ უშლის. და არ უშლის ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მამა გონიერია. თუ შენ ასეთ შვილს ძალით გააჩერებ სახლში, შეუძლებელია, რომ ადამიანს ძალადობრივად ვინმე შეაყვარო. შეუძლებელია შვილს, რომელსაც შენთან ერთად ყოფნა არ უნდა. შვილი, რომელიც შენთან წინააღმდეგობაშია, შვილი, რომელიც წილს რომ გთხოვს, ამით უკვე ხმამაღლა გიქრა, რომ შენ ჩემთვის მკვდარი ხარ, აღარ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე მთავარია ჩემი წელი მივიღო, მისი გაჩერება ძალადობრივად ნიშნავს იცით რას? მამა შეიძლებოდა ქონოდა ამის საშუალება, ჯარი ყავდა თუ რა ვიცი, მსახურები ყავდა და დააბავდა ამ შვილს სახლში, მაგრამ შედეგი რა იქნებოდა?
მისი შვილის გული სხვაგან იქნებოდა, მისი შვილის გონება და თვალი სხვაგან იქნებოდა, ფიზიკურად იქნებოდა ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომაც იცოდეთ, რომ როდესაც სიყვარულზე ლაპარაკობენ, როდესაც ამბობენ, რომ არა ჩვენ სიყვარულით უნდა მოვექცეთ ვიღაცას, სიყვარულით მოქცევა არ არის უცუცუ და თავზე ხელის გადასმა. სიყვარული ხანდახან იცით რა არის? ყურში რომ მოკიდებ ადამიანს ხელს და გარეთ რომ გააგდებ. ეს სიყვარულის გამოხატულებაა, იცოდეთ, იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება საკუთარ შვილს ესეთი რაღაცა გაუკეთოს, მაგრამ იმიტომ კი არა რომ არ უყვარს. იმიტომ რომ უყვარს და იქნება მიხვდეს ამ შვილმა ამის შემდგომ რა დაკარგა. და რომ დაინახავს რაც დაკარგა იქნება ცრემლი მოვიდეს, გონებაზე მოვიდეს და ბოდიში იხტოვოს და მამაც რა თქმა უნდა იმ სამშვე კარს გამოაღებს უკან და გულში ჩაიკეტებს მონანულ შვილს, მაგრამ ადამიანი რომელიც შენ პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად გეუბნება რომ შენ ჩემთვის მკვდარი ხარ, იმიტომ რომ მე შენგან ეს წილი მინდა მხოლოდ და მხოლოდ მეთქი არაფერი და მე მიდი შორს ყოფილში განაბნევს იქ მრუშობაში და ლოთობაში აი ამ ფულს. ამის შემდგომ ღორების მწყემს ადგება. ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სახესიმბოლოებია, ხო? ღორის მწყემსობა ყველაზე დაცემული მდგომარეობა იყო ისრაელში. მრუშობა და ლოთობა ყველაზე უფრო გაუბედური ადამიანის ბედის იყო, რა ქვია, ხვედრი იყო ისრაელში, ესე ფიქრობდნენ ისინი. ამიტომაც ეს ადამიანი ასეთი ცხოვრებით რომ ცხოვრობს, რატომ ცხოვრობს, იცით? მამის საფარველის ქვეშ აღარ არის. მან გადაწყვიტა დამოუკიდებელი ცხოვრება და დამოუკიდებლობაში მიიღო მან სწორედ ის მამის გარეშე ცხოვრებით მიიღო ის, რა შედეგიც მას დაუდგა, რომ გული ეუბნებოდა ეს ღორების საჭმელი იქნება ცოტა მეტ დამრჩეს, ღორს რა როგორ შეიძლება რა საჭმელი გადაურჩეს, რასაც ვერ ჭამს იმას აფუჭებს. და იმ გაფუჭებულზე გული უთმოდა, რომ იქნება ღორებს რაღაცა დარჩეთ, რომ ის მაინც შევჭამო. და მე წერია საინტერესო რა მოიგო გონებას. ეს რას ნიშნავს, იცით? მამისეულის სახლიდან გასული, ანუ ეკლესიიდან გასული ადამიანი თავის გონებაზე არ არის, იცოდეთ. ეკლესია შეიძლება ფიზიკურად შემოდიოდეს, მაგრამ გონებაზე არ იყოს ადამიანი. ამიტომაც მამისეულის წიაღიდან გასული ადამიანი იცოდეთ, რომ გონებაზე შემცდარი სტოლპასია. და როცა მოეგო გონებას პირველ სიტყვას ნახეთ რას ამბობს, მამაჩემი სამშირო უბრალოდ მსახურებსო, პური ზედმეტიც კი აქვს. განარო შიმშილის მოსაკლავა, ზედმეტიც კი აქვს და ამიტომ დავბრუნდები ჩემს მამასთან და ვეტყვი, რომ მე არ ვარ იმის ღირსი, რომ შენ შვილად მიწოდებოდე, ერთი მუშაკთა, ერთი დაქირავებული კაცი ვიქნები შენთან და ისევ ვიმუშავებ. და რომ წავა მამასთან, მამის მდგომარეობა იცით როგორი გახდა. მამა შორიდან ხედავს მას. მამა გამუდმებით იმხარეს იყურება, საიდანაც ელოდება თავისი მონანული შვილის დაბრუნებას. და როგორც კი დაინახავს, გამოიქცევა, თვითონ შეეგებება და ქედზე მოეხვევა და მხოლოდ ამ სიტყვებს აკმევინებს, რომ წოდე შენს წინაშე, წოდე ღვთის წინაშე, არა ვარ შენი შვილის შვილად რომ იწოდებოდე ამის ღირსი, მაგრამ აღარ აკმევინებს იმას, რომ ხავ ერთი მუშაკთა შეიყვანა. პირველი ბრძანება მამისა არის, რომ გამოიღეთ ახალი განსაცმელი, გამოიღეთ ახალი ფეხსაცმელი. შეაცვით მას ბეჭედი, იცით რას ნიშნავს ეს? განსაცმელი და ფეხსაცმელი მონებს არ ეცვა. ბეჭედი მონებს არ ატარებდნენ. ბეჭედი ნიშნავს იმას, რომ შვილად აღიარებს. ბეჭედი ნიშნავს, ბეჭედი ის კი არ იყო სამკაულე მაშინ. ბეჭედი იყო მაშინ ამ ბეჭედით იბეჭდებოდა შენს მიერ დაწერილი წერილი და ეს იმას ნიშნავს, რომ შენს პირად ბეჭედს ვისაც ამდობ, მას მთელ ცხოვრებას ამდობ. და აი ამ წუთში დაბრუნებული, ესეთი წუმპე და ნამოსული ადამიანი, იმ წუთში ესეთ ნდობას იმსახურებს. რატომ? იმიტომ რომ გონებაზეა მოსული. იმიტომ რომ მიხვდა რომ მამისეული წიაღის გარეთ ცხოვრება შეუძლებელია. მამისეული წიაღის გარეთ სიცოცხლეა მხოლოდ შესაძლებელი როგორი იცით რომ ღორების საჭმელს შეჭამ კი ბატონო და შეიძლება მოცელი გაიცვა ვერ გაიცვა. მაგრამ შეუძლებელია ის სიცოცხლე რომელიც მარადიულობასთან გაკავშირებს მამისეული სახლის გარეთ არსებობდეს. ეკლესიის გარეთ არსებობდეს ესეთი რამ შეუძლებელია. ამიტომაც მამა რა თქმა უნდა გონზე მოსულ ადამიანს მის შვილს ესევე იბრუნებს თავის წიაღში, ბეჭედსაც მისცემს, ფეხსაცმელსაც მისცემს, რაც გითხარით რომ მონებს ფეხსაცმელი არ ეცვა, არამედ ეცვათ შვილებს. სწორედ ამის ნიშანია მისთვის ამ განსაცმლისა და ფეხსაცმლის გადაცემა და ამის შემდგომ დაკლავს საუკეთესო საკლავს და გაიმართება სუფრა. აი ახლა მეორე შვილის ამბავი იწყება. უფროსის რომელიც მამასთან არის და არასდროს არ მოშორებული. ნახეთ რა მდგომარეობა, მოდის და კითხულობს
მამას კი არ ეკითხება. ერთ-ერთ მსახურს ნახავს და იმას ეკითხება, რომ რა ხდება, რა ქეიფის იმარეს. წადი კაცო, მამას კითხე იქნება და რა, როგორ პასუხობს. ჩვენი პრობლემა ხშირად იცით რა არის? ვიღაცის ნათქვამი იმან ასე თქვა, ამიტომ ეს ესე ყოფილა, ის ისე ყოფილა. წადი და მამას შეეკითხე. გაინტერესებს საეკლესიო საკითხები. მიდი და ეკლესიაში იკითხე, როგორ უნდა ხდებოდეს ეს, როგორ წერია ჟულში, რა წერია წმინდა წერილში და ამის მიხედვით ილაპარაკე. ამიტომაც ადამიანი წავა და ვიღაცას კითხავს, სწორედ ესეთი მდგომარეობა, ვიღაცას კითხა იქ სახურს ერთ-ერთს, რა ხდებაო? ისიც რა თქმა უნდა ეხლა კარგს რატო ეთყოდა, იმიტომ რომ ამის მხარის დაჭერა უნდა იცის, რომ ეს პირდაპირ მემკვიდრეა და მე შენიანი ვარ, ხომ უნდა მიანიშნოს, ამიტომ მეუბნება რომ აი შენი გაუბედურებული ძმა დაბრუნდა, მამაშენმა კიდე ესეთი საკლავი დაკრა, ესეთი ქეიფი გამართა და ესეც ამ ბოროტებაზე ისედაც რომ რაღაც ესე იგი ცოტა ცეცხლი ქონდა შეინთებული, გაბრაზებული თავის ძმაზე, თლად ნავთი დაასხა და სახლში აღარ შედის, მამის სახლში აღარ შედის. გამოდის მამა და ეუბნება რომ რატომ არ შემოდიხარ? სადაპირებს ასვლას. ის ეუბნება რომ მე მთელი ცხოვრება გემსახურები და შვილი რომელმაც გააბნია მთელი შენი ქონება, რომ დაბრუნდა ესეთი ზვარაკი დაუყალე. მე კიდე ჩემს მეგობრებთან ერთად ერთი თიკანიც არ მომიცი. მამა ეუბნება რომ რაც მაქო ისედაც ყველაფერი შენია. ეს კიდე მკვდარი იყო და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და ვიპოვეთ. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი სიხარული? ამიტომაც დანოდა ძმანი, ეს იგავე მაშინდელი ნათქვამი, იცოდეთ რომ მარადიული ღირებულებების იგავია. ეს არ მომხდარა რაღაცა იმ დროში და დამთავრდა ამით ამბავი, არა. დღეს ამ წუთში ხან ჩვენთან, ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ოჯახში, ჩვენს ტაძარში, ზოგადად მართლმადიდებულ სამყაროში სულ ხდება და შენ ვინ ხარ ამ იგავიდან? ხან გაქცეული შვილი ხარ და ხან დარჩენილი შვილი ხარ, მაგრამ ის თუ ხარ, ვინც მამისეულ წიაღზე ფიქრობ, რომ ამის გარდა სიცოცხლე არ არსებობს, ამის გარდა, ამის იქეთ, ამ სიუცის იქეთ, მხოლოდ ღორებით საჭმელით შეიძლება გაწყობა, მეტი არაფერი. და ქრისტემ, რომელმაც თავისი სისხლი და ხორცი შემოგთავაზა, ნახეთ, ბავშვი რომ დაიბადება, ახალდაბადებულ ბავშვს დედა კვებავს თავისი რძით. იცით რას ნიშნავს ეს? ფაქტიურად თავისი სხეულით კვებავს. ეს მისი სხეულია, რასაც ეს ბავშვი, რასაც ჭამს, ეს დედის სხეულია, სხვა კერმერი არ არის. რძე, რომელსაც დედა მას აწვევს. ქრისტე კვებავს შენი სხეულით. იმიტომ რომ ყოველ წირვაზე იკვლება ქრისტე და მის სისხლსა და ხორცს ჩვენ ვეზიარებით. ვიკვებებით მისი სხეულით. ჩვენს ორგანიზმში ქრისტეს სისხლი ჩქეფს. ეს ასე უნდა იყოს. გავიგეთ რომ ჩქეფს, მაგრამ ვაფას ეკვია მას სათანადოდ, თუ ვართ ისე რომ მოიცა კაცო, მე ჩემი წილი მჭირდება, ან კიდე ის რომ მოვიდა ის ამის ღირსი არ იყო. იცით რა, მე მინდა შეგახსენოთ ერთი რა. ღმერთი თქვენ არასდროს არ მოგკითხავთ სხვის ცოდნებს. არასდროს არ მოგკითხავთ, ვინ როგორი დაცემულობიდან აღდგა, ვინ ვერ აღდგა, ვინ რა დააშავა, არასდროს არ შეგეკითხება ის მღვდელი ცუდი რატო იყო, ეს ეპისკოპოსი ცუდად რატო იქცეოდა. აი შენ რატომ იქცეოდი ასე, ამას აუცილებლად შეგეკითხება. ამიტომაც ამ იგავიდან უნდა მიხვდეთ ერთ რამეს, რომ დიდმარხვისთვის რატომ მემზადებით, დიდმარხვა ფიქრის დროა, დიდმარხვა გახლავთ წელიწადში ეს ერთი განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც შენ 60-ს უნდა დაუბრუნდე. და როგორ უნდა დაუბრუნდე, იცით, თუნდაც კვებითი რეჟიმითაც კი, იმიტომ რომ ხორცს არ ჭამდნენ 60-ში. თუნდაც ამითი პირველნაბიჯ ყველაზე უმცირეს შეიძლება, მაგრამ ამითიც ცდილობ დაემსგავსო 60-ისეულ მდგომარეობას. და პირველადი მაინც 60-ისეული ის არის, რომ შენ ღმერთთან ურთიერთობა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ 60-ში განუწყვეტელი ურთიერთობა იყო ღმერთთან. ამიტომ ესე განუწყვეტელი შენ უნდა ფიქრობდე ღმერთზე და უნდა ფიქრობდე, რომ უძღების შვილი თუ ხარ, უნდა დაბრუნდე ეკლესიაში. და თუ არ გასულ ხარ და აქ ხარ, სხვების არ გშურდეს. ამინ. გაგლოცოთ ღმერთმა, გაგაძლიეროთ და ძალა მოგცეთ, მოგამზადოთ, რომ შეეგებოთ დიდმარხვას, რომ ამ დომის სიხარული ერთად გავითენოთ. ამინ. გალოცული და გახარებული გამოდგეთ. ხვალინდელ დღეს